მილიონობით დოლარი ერთ ბრძოლაში. თუ უბრალოდ რამდენიმე ასეული დოლარი. გააჩნია რომელ ორგანიზაციაზე ვსაუბრობთ. დღეს კი მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ დაახლოებით რა თანხის გამომუშავებას ახერხებენ მებრძოლები და თუ შენ MMA-ის მებრძოლი ხარ, რა პერსპექტივა გაქვს და დაახლოებით რა თანხა შეიძლება გამოიმუშაო. ან როგორ უნდა გამოიმუშაო მეტი. მოკლედ, UFC-ს იქეთ ძალიან ბევრი ორგანიზაცია არსებობს, სადაც თანხები რადიკალურად განსხვავდება. აქვე დასაწყისშივე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ციფრი, რაც შეიძლება დასახელდეს ცხადია, რომ 100%-ით დაზუსტებული არ არის, სწორედ იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია ძალიან კონფიდენციალურია და თითოეული ადამიანის ანაზღაურება განსხვავდება ერთმანეთისგან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მაგრამ მოდი დავიწყოთ ზოგადი მიმოხილვით და ძალიან ზოგადი რეინჯებით, იმიტომ რომ ეს ყველა ძალიან აინტერესებს. UFC-ში ზოგი მილიონებს შეულობს, მაგრამ ძალიან ბევრი average მებრძოლი, განსაკუთრებით ამერიკელები, რომლებიც იქვე ცხოვრობენ, სხვა სამსახურებში მუშაობენ, მაშინ როდესაც UFC-ს მებრძოლები არიან. ყველაფერს თავი რო დავანებოთ, მეირაბიც მსგავსად იყო და ერთ ძალიან კარგ მაგალითს მოგიყვანთ. გახსოვთ ბაკლი, რაღაცა მებრძოლი, რომელმაც წლის ნოკაუტის ნომინაცია აიღო, რომელმაც ტრიალში გათიშა იმპა კასანგანაი. ეგ მებრძოლი ღამის სვლაში აფთიაქში მუშაობდა სწორედ იმისთვის, რომ შეძლებოდა სრულფოსოვანი ვარჯიში. სწორედ იმიტომ, რომ მაგ დროისთვის იგი დამწყები UFC-ს მებრძოლი იყო და დამწყები UFC-ს მებრძოლის ანაზღაურება სადღაც $10,000-დან იწყება. $10,000-დან მსმენია ისიც, რომ სადღაც 8-8-ზე ან 9-9-ზე არის ხოლმე. 9-9-ზე ეს იმას ნიშნავს, რომ $9,000 მას გარანტირებული აქვს ბრძოლისთვის, მაგრამ მოგების შემთხვევაში კიდე $9,000 უმეტებენ ზემოდან. მაინც ეს ყველაფერი კონფიდენციალურია და ყველას ინდივიდუალურად სთავაზობენ ამ ანაზღაურებას, მაგრამ ყველა UFC-ში ვერ ხვდება და UFC-შიც რომ მოხდე ძალიან ბევრ ორგანიზაციაში უნდა ჩაატარო ბრძოლა და ძალიან დიდი გზა უნდა გაიარო, წლების განმავლობაში უნდა ჩაატარო არაერთი ორთაბრძოლა, რომ მიხვიდე შენ სანუკვარ ორგანიზაციამდე. ამ დროის განმავლობაში რა უნდა გააკეთო? უნდა იმუშაო თან, უნდა ანაზღაურება თუ შეგიძლია აიღო სხვა ორგანიზაციებში. მოდი ავიღოთ სხვა ტოპ ორგანიზაცია, მაგალითად ევროპული ყველაზე დიდი ორგანიზაცია ამ ეტაპზე არის KSW. ეს არის პოლონური ორგანიზაცია, რომლის რამდენიმე ჩემპიონიც UFC-შიც კი გადასულა და ჩემპიონის კამარიც მოურგვია. მაგალითად, ახლა მატეუშ გამბროსმა ვერ მოახერხა კამარის მოპოვება, მაგრამ ტოპ კონტენდერია. სამაგიეროდ იან ბლახოვიჩმა თუ იონა იეჯეჩიკმა მოახერხეს და როგორც KSW-ში, ასევე UFC-ში მოიპოვეს თავიანთ წონაში კამრები. KSW-ში განსხვავებული ანაზღაურება არის. მაგალითად, დამწყები მებრძოლისთვის სადღაც €3,000 არის საწყისი ანაზღაურება. €3,000 არის როგორც 1,500-1,500-ზე, ანუ 1,500 გარანტირებული და 1,500 მოგების შემთხვევაში. თუმცა ეს არის ძალიან დამწყები მებრძოლებისთვის. დაახლოებითი რეინჯი კი ძალიან დიდია KSW-ში, სადღაც €3,000-დან €200,000-მდე მერყეობს. თუმცა არსებობენ სხვა ვარსკვლავები, პოლონეთში განსაკუთრებით აფასებენ MMA-ის მებრძოლებს და ერთ-ერთი ესეთი ვარსკვლავი არის მამედ ხალიდოვი, რომელიც ერთ ბრძოლაში დაახლოებით €200,000-დან €500,000-მდე იღებს ანაზღაურებას და შეიძლება ეს ანაზღაურებაც გაცილებით მეტიც კი იყოს. მოდი გადავიდეთ სხვა ორგანიზაციებზე. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია ევროპული, ეს არის ოქტაგონი. ოქტაგონი არის ის ორგანიზაცია, სადაც მათეს ანიკიძემ კამარი მოიპოვა და სადაც ბენო ადამია გამართავს ახლა სატიტულო ორთაბრძოლას. ოფიციალური მაჩვენებლებით ოქტაგონში ანაზღაურება დაახლოებით მერხეობს $10,000-დან $5 ან $10,000-მდე. თუმცა ოქტაგონის ვარსკვლავი თუ იქნები €300,000-საც შეიძლება გამოკრა ხელი. სწორედ ესე იქცება მაგალითად 66 და 70 კილოგრამი წოვეთი კატეგორიის ჩემპიონი კეიტა, რომელიც მათეს ანიკიძეს ყავს სხვათა შორის სატიტულო ორთაბრძოლაში დამარცხებული. ესე იგი, აქ რა ხდება? თუ ძალიან დამწყები ხარ და პირველ ორთაბრძოლებს ატარებ, დაახლოებით €1,000 გაქვს შემოსავალი, მოგებების შემთხვევაში გაგეზდება, რა თქმა უნდა, შემოსავალი, მაგრამ თუ ხარ ტოპ პროსპექტი, შენ შეიძლება გრან-პრიში მიიღო მონაწილეობა. ეს არის მილიონიან ევროიანი გრან-პრი, თუმცა ძალიან ბევრს ეშლება ეს, რომ გონიათ, რომ ეს €1,000,000 თვითონ მებრძოლს გადაეცემა. არა, €1,000,000 არის ეს გრან-პრის ფონდი, რომელიც ნაწილდება მთელი გრან-პრის განმავლობაში, ხოლო ფინალისტს და ფინალის გამარჯვებულს გადაეცემა €300,000, რომელიც ცუდი თანხა ნამდვილად არ არის. მაგალითად, ისევ და ისევ კეიტაზე რო ვისაუბროთ, ეს მებრძოლი UFC-ში ჯერ კიდევ არ გადადის, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ მოახერხა ან
გრან-პრის გამარჯვება და ისეთი თანხა აიღო 300.000 და მანამდე ბრძოლებში 50.000 თუ სხვადასხვა თანხა, რომელსაც UFC-ში იგი ვერ აიღებდა. შესაბამისად, ფინანსური თვალსაზრისით მას უღირს რომ ოქტაგონში გაგრძელოს მისი კარიერა, მანამ სანამ ამის ფუფუნება აქვს და მანამ სანამ UFC იმაზე მეც არ შესთავაზებს, რასაც ოქტაგონი თავაზობს. არსებობს სხვადასხვა ორგანიზაციები, მაგალითად Brave-შიც დაახლოებით მსგავსი ანაზღაურება არის 3-დან 10.000-მდე. მაგრამ ეს თითოეული ციფრი არის ძალიან პირობითი. და თუ შენ ეხა მებრძოლი ხარ, მინდა გითხრა, თუ როგორ იშოვო გაცილებით მეტი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ მებრძოლი ანაზღაურებას მხოლოდ უშუალოდ იმ 15 წუთში იღებს, ან 25 წუთში, რომელსაც ოქტაგონში ატარებს, ძალიან ცდება. იმიტომ რომ, მოდი ავიღოთ ყველაზე ცნობილი მებრძოლები, რომელმაც ძალიან ბევრი ფული იშოვეს. კონორ მაკგრეგორი ალბათ ყველას მოგვაფიქრდა აზრად, იმიტომ რომ highest paid athlete არის კონორი UFC-ში და მიუხედავად იმისა, რომ მას ათობით მილიონი აქვს ერთ-ერთ ბრძოლაში აღებული, ეს ათობით მილიონი მისთვის არაფერი არ არის. მას სხვადასხვა ბიზნესები ჰქონდა, რომელიც ძალიან დაეხმარა იმაში, რომ ასე ვთქვათ, თანხა გაეკეთებინა, თუმცა ამავდროულად კარიერის დასაწყისში განსაკუთრებით მას ყავდა ძალიან ბევრი სპონსორი. სპონსორი არის მებრძოლისთვის და ზოგადად ცნობილი სახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და აუცილებელია ამისთვის, რომ სოციალური არხები იყოს გაძლიერებული. საქართველოში და ქართველი მებრძოლების უმეტესობის პრობლემა სწორედ ეს არის, რომ სოციალურ არხს და მის მართვას და გარეკლამებას საკმარის დროს არ უთმობენ. სპონსორი რომ მოიპოვო, ეს იგივე ბიზნესია და ეს იგივე ორმაგი ხელშეკრულება არის, სადაც ორივე მხარემ უნდა ნახოს სარგებელი. შენ თუ ხარ ბიზნესი და მე ვარ სპორტსმენი და შენ მე მასპონსორებ, მე ამის სანაცვლოდ რაღაც უნდა შემოგთავაზო. შენ მე თანხას მიხდი, ხელფას, მე კიდე ჩემი სოციალური არხებით, Instagram-ით, TikTok-ით თუ Facebook-ით, შენს პროდუქციას ან შენს ბრენდს გავარეკლამებ. აი ესე მუშაობს სპონსორშიპი. ძალიან ბევრს გონია, რომ სპონსორი უბრალოდ მოვა შენთან და დაგასპონსორებს, იმიტომ რომ კარგი მებრძოლი ხარ. ამ შემთხვევაში კარგი მებრძოლობა არაფერს არ ნიშნავს. შეიძლება ძალიან ცუდი მებრძოლი იყო, მაგრამ შენი სოციალური არხები იმდენად ძლიერი იყოს, იმდენად ბევრი გამომწერი ყავდეს და იმდენად ბევრი ფანი ყავდეს, რომ სპონსორები მაინც შენ უფრო მეტი ყავდეს, ვიდრე ვიღაც ძალიან ძლიერ დაუმარცხებელ მებრძოლს. შესაბამისად, დღეს აღარ არის 90-იანების ის ხანა, როდესაც თუნდაც მაიკ ტაისონი უბრალოდ ჰამბურგერისთვის თუ ლუკმაპურისთვის იბრძოდა, ან თუნდაც მახსოვს მე ქუჩაში ტარდებოდა MMA-ის შეჯიბრებები ამერიკაში, როდესაც სენდვიჩისთვის კი იბრძოლობდნენ, ეს არის ნეით და ნიკ დიაზის ძალიან ცნობილი ასე ვთქვათ, თავგადასავალი. დღეს ეს არის შოუ ბიზნესი, სადაც ფანობა და შოუ უფრო ფასობს, ვიდრე მებრძოლის უნარჩვევები. რა თქმა უნდა, შენ თუ კარგი მებრძოლი არ ხარ, მარტო სპონსორებით შორს ვერ წახვალ, მაგრამ აუცილებელია, რომ სოციალური არხები ძალიან გაძლიერებული იყოს. მხოლოდ ეს არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ შენ სპონსორები გაიჩინა. შესაბამისად, როდესაც შენ სპონსორები ყავს, არა მხოლოდ სპონსორები გიხდიან თანხას, არამედ ორგანიზაციებიც აქცევენ ამ ყველაფერს ყურადღებას. თუ მე მყავს მილიონობით გამომწერი მაგალითად Instagram-ზე და მე ვჩხუბობ რომელიღაც ორგანიზაციაში სიტყვაზე FSS-ში რომელიც შვედური ორგანიზაცია არის, ის სტანდარტულ თანხას კი არ გადამიხდის მე, რომელიც შეიძლება იყოს 1000 ევროდან 10000 ევრომდე. არამედ მე მას შემიძლია, რომ შევევაჭრო ეს ორგანიზაციასა და მებრძოლსა თუ მენეჯერს შორის ჩვეულებრივი ამბავია და გაცილებით მეტი მოთხოვო მას. მაგრამ გაცილებით მეტი რომ მოთხოვო, ამისთვის რაღაც საფუძველი უნდა მქონდეს. შესაბამისად, მე მას ვეუბნები, მე მილიონობით გამომწერი ყავს Instagram-ზე, საქართველოსდან ძალიან ბევრი ფანი გადაიხდის ფულს ტრანსლაციაში, იმისთვის რომ მე მიგულშემატკივროს და ეს შენთვის იქნება შემოსავალი. შესაბამისად, მე შენგან გაცილებით მეტ თანხას მოვითხოვ, ვიდრე ეს არის სტანდარტული 1000, 2000 თუ 10000 euро. ეს უკვე მოლაპარაკების საკითხი არის. შესაბამისად, თუ მებრძოლი ხარ და გინდა რომ ფული იშოვო, აუცილებელია რომ მხოლოდ ოქტაგონისა და ბრძოლის ანაზღაურებაზე არ იყო დამოკიდებული. მეტიც ავიღოთ მერაბ დვალიშვილი. რამდენი სპონსორი ყავდა მას, მანამ სანამ თუნდაც ყველასთვის ცნობილია, რომ ვატო ღვინჯელია ძალიან ეხმარება მერაბს თავის მარკეტინგში, ვიდეოებში თუ კონტენტ კრეატინგში. შესაბამისად, მერაბმა როგორც კი ვატო ჩართო თავის საკითხში, მანამდე სატიტულო ორთაბრძოლასაც კი არ აძლევდნენ თუ გახსოვთ, მიუხედავად იმისა, რომ მერაბი ძალიან მაგარი მებრძოლი იყო და ყველას ამარცხებდა, მერაბი არ იყო გაყიდვადი მებრძოლი და სწორედ აქედან მოდიოდა ის ნარატივის, რომ UFC-ს მერაბი არ მოწონს და სატიტულო ორთაბრძოლას არ აძლევდნენ. ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ მერაბის ბრძოლები არ იყიდებოდა სათანადოდ. თუმცა მას შემდგომ რაც
მერაბმა თავისი Instagram-ი, TikTok-ი თუ სოციალური არხები გააძლიერა, ვიდეოების ჩაწერა დაიწყო, იქ ზოგი კომედიური ვიდეო, ზოგი ანალიტიკური ვიდეო ჩაწერა და მეტად გაიცნო ხალხმა და მეტი ფანი გაიჩინა. მაშინვე UFC ნოჩეს ჰედლაინერი გახდა მერაბი შონომალისთან ერთად UFC ნოჩი ჩატარდა მექსიკაში და ჰედლაინერი რომელიმე მექსიკელი მაინც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერაბი და ომალი ატარებდნენ ორთაბრძოლას და მექსიკელი არც ერთი არ არის. აი ეს არის მარკეტინგის ძალა და სწორედ ამიტომ ეძახდა ხაბიბი UFC-ს ძალიან ძლიერ PR მაშინას. მოკლედ, სხვა ორგანიზაციებში სხვა თანხმოვანებენ, ხო, კიდევ ერთი ორგანიზაცია რომელიც ადრე უფრო იყო ქართულ სივრცესთან და მაინც რამდენიმე ქართველი მებრძოლი აქტუალურად გამოდის დღესაც არის მაგალითად ACA, რომელიც არის რუსული ორგანიზაცია და კადიროვის ორგანიზაციასაც ეძახიან მას. ACA-ც ცნობილი არის რამდენიმე ფაქტორით. ერთი, იმ ფაქტორით, რომ თუ ამერიკაში დოპინგ კონტროლი არის UFC-ში მაგალითად, ACA-ში პირიქით ხდება ეგ ყველაფერი, ანუ მებრძოლებსაც რო შეხედოთ 66-ის მებრძოლი გავს 77-ის მებრძოლს უბრალოდ იმ ხელა არის და სწორედ ამიტომ ACA-ს ძალიან ბევრი კრიტიკა ხვდება ხოლმე. თუმცა ანაზღაურებით და კონტრაქტით უნდა აღინიშნოს, რომ ACA ერთ-ერთი ყველაზე მაგარ კონტრაქტებს თავაზობს მებრძოლებს. ანაზღაურებები კი საწყისი $5,000-დან $100,000-მდე მერყეობს და სატიტულო ორთაბრძოლები კი $100,000-საც აღემატება. თუმცა ACA არის ორგანიზაცია, რომელიც ვეტერან მებრძოლებს და ყოფილი UFC-ის მებრძოლებს ძალიან აფასებს და შესაბამის ასე ვთქვათ, სალარისაც აძლევს. სწორედ ამიტომ აკეთებს ხოლმე ყოფილი UFC-ის მებრძოლები და ძალიან ბევრი მებრძოლი არჩევას სწორედ ACA-ზე სხვა ევროპულ ორგანიზაციებთან შედარებით, იმიტომ რომ ACA დაახლოებით 2-ჯერ, 3-ჯერ ან 4-ჯერ მეცე ხდეს, ვიდრე სხვა ძალიან ცნობილი ევროპული ორგანიზაციები. აქვე საინტერესოა რა ხდება რეგიონალურ MMA-ში. რეგიონალური MMA განვითარებული ნამდვილად არ არის, თითზე ჩამოსათვლელი ორგანიზაციები არიან დღეს და ამ ორგანიზაციებშიც რამდენს იხდიან ძალიან რთული გასაგები არის. თუმცა რამდენიმე მებრძოლთან გასაუბრების შემდგომ ამაზე აზრი მეც შემექმნა. არსებობენ ესეთი ორგანიზაციები, როგორც არის GAMA, რომელიც MMA-ის ჩატარება ცოტა ხანში დაიწყო, GFC მაინც რომელიც ყველაზე ძველი ორგანიზაციაა, ქართული, ასე ვთქვათ, იმიტომ რამდენიმე წელი აქტუალურად ატარებს ივენთებს და IFC, ეს არის გერმანულ-ქართული ორგანიზაცია, რომელმაც 2024-ში დაიწყო საქართველოში მოღვაწეობა აქტუალურად და წელსაც როგორც გავიგე 5 ივენტს გეგმავს რომ ჩაატაროს და აქედან 3 სწორედ საქართველოში იქნება. IFC-ზე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიცი სხვა ორგანიზაციებზე, რომ დაახლოებით ანაზღაურება იწყება $600-დან რეგიონალურ MMA-ში, რომელიც გულისხმობს $300 პლუს $300 და ეს $600 ადის დაახლოებით $10,000-მდე სატიტულო ორთაბრძოლებში და ძალიან გამოსულ მებრძოლების შემთხვევაში. შესაბამისად, თქვენ თუ ფიქრობთ, რომ რეგიონალური MMA-ით 10 ბრძოლას ჩაატარებთ და ძალიან ბევრ ფულს იშოვით, ეს ნამდვილად არ იქნება ესე და ვერც ერთი დამწყები მებრძოლი ძალიან ბევრ ფულს ვერ შოულობს თავის საწყის კარიერაში და სწორედ ამიტომ ხდება, რომ მებრძოლები ხშირად მუშაობენ ისეთ ადგილებში, როგორც არის მაგალითად ღამის კლუბის დაცვა, იმიტომ რომ ღამე მუშაობ და დილით ვარჯიში შეგიძლია, მაგრამ ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ღამე უძინარი ხარ და მეორე დღეს დაღლილი მიდიხარ სამსახურში. ასევე მაგალითად დილივერიზე მუშაობა არის MMA-ის მებრძოლებისთვის და ზოგადად სპორტსმენებისთვის ძალიან აქტუალური, სწორედ იმიტომ რომ ვარჯიშების შუალედში ან ვარჯიშამდე ან ვარჯიშის შემდგომ შეუძლია რომ იმუშაოს და არა აქ ასე ვთქვათ გაწერილი გრაფიკი რომ დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე ოფისში უნდა იჯდეს და დროში ვარირების საშუალებას აძლევენ ეს ყველაფერი. შესაბამისად ყველაზე მეტად რაც მებრძოლს დღეს სჭირდება განსაკუთრებით მასში, როდესაც საქართველოში მერაბმა და ილიამ ძალიან მაღლა აწიეს MMA-ის დონე და ინტერესი MMA-ისადმი. ეს არის სოციალური ქსელების გაძლიერება. სხვა პირდაპირ გეუბნებით, რომ რაც არ უნდა შეჯიბრებები მოიგოთ, თუ სოციალური ქსელები არ გაქვთ გაძლიერებული და თქვენ არ ყავთ აუდიტორია, სადაც შეგიძლიათ, რომ რომელიმე ბრენდის პროდუქტი ან თვითონ ბრენდის სახე გააპიაროთ, სპონსორშიპს ვერ ნახავთ. და თუ სპონსორშიპს დღეს ვერ ნახავთ, ეს ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ სპონსორების გარეშე ძალიან რთული არის სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარება. მებრძოლს დღეს რატო არის ეს ყველაფერი? რეგიონალურ MMA-საც რო თავი დავანებოთ, ხო, რაღაც პერიოდის მერე მოგვიწევს, რომ ევროპაში გავაგრძელოთ ბრძოლები, სადაც MMA ძალიან განვითარებულია და მოყვარულ სპორტსმენსაც კი ყავთ ძალიან ბევრი სპონსორი. იმ მოყვარულ სპორტსმენს, რომელსაც სპონსორი ყავს, დღე და ღამე ვარჯიშობს, იმიტომ რომ სამსახურზე ფიქრი არ უწევს.
და ჩვენ, როდესაც საქართველოში სპონსორშიპის დონე დაბალი არის და თან მუშაობა გვიწევს და თან გვიწევს რომ ვივარჯიშოთ, ნაკლებ ძალისხმევას ამ ყველაფერში და შესაბამისად ჩვენი შესაძლებლობების 100%-ის რეალიზებას ვერ ვახერხებთ. სწორედ ამიტომ არის საჭირო სპონსორშიპი რო 100%-ის რეალიზება მოვახდინოთ და იქ უკვე როგორც მებრძოლები, სრულფასოვანი ათლეტები ისე წავსგეთ და თანაბარ პირობებში დავუდგეთ უცხოელ სპორტსმენებსაც და ასე ვთქვათ ღირსეულად შეგვეძლოს გავიტანოთ საქართველოს დროშა და საქართველოს სახელი. მგონი მეტნაკლებად ამოვწურე ეს თემა და რამდენიმე ორგანიზაციაზეც ვისაუბრე. კიდე ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს ციფრები ზუსტი არ არის. იმიტომ რომ გააჩნია მებრძოლს, გააჩნია short notice-ზე აიღებ ამ ორთა ბრძოლას თუ არა, ასევე. იმიტომ რომ თუ ორ თვეს გაძლევენ მოსამზადებლად სრულფასოვანი მომზადების შემთხვევაში ნაკლებ თანხას გთავაზობენ, მაგრამ თუ მებრძოლი ამოვარდა და ერთი კვირით, ორი კვირით ან რამდენიმე დღით ადრე გეუნებიან ბრძოლაზე, მანდ უკვე გაცილებით მეც გთავაზობენ, რათა ბრძოლა გადაარჩინონ, რომელიც უკვე ამდენი ხანია მებრძოლი ემზადება. შესაბამისად, ანაზღაურება ძალიან ბევრ რაღაცაზე არის დამოკიდებული და ეს ყველაფერი უნდა კარგად გაიაზროს მებრძოლმა და გაითვალისწინოს. მოკლედ, იმედია საინტერესო გამოვიდა. მსგავსი თემებზე ძალიან ბევრ ვიდეოს გავაკეთებთ TikTok-ზეც და YouTube-ზეც, ასე რომ, როგორც ლაგაძე და ჯიძე, ასევე Soza Fight Corner-ზე აუცილებლად გამოგვიწეროთ თითოეულ სოციალ არხზე. აბა მადლობა და დროებით.